Ომიდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისი არ შესრულდა. ამავე მიზეზით ასრულდება რეისი სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებითაც. ამასთან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა. აღსანიშნავია, რომ ომიდობის გამო ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენა გუშინაც გადაიდა. მიფრინავდით მოსკოვში 4:15 და 35-ზე დროს უამინდობის გამო ამინდმა ისე მოიტანა, რომ სამალიოტი ვერ ჩამოფრინდა ბათუმში, დაჯდა ქუთაისში. შემოგთავაზეს ქუთაისში ან ჩვენი მანქანებით ჩასვლა, ან აქ დალოდება. ჩვენ ავირჩიეთ აქ დალოდება. 6 საათზე უნდა გავფრენილიყავ, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ ცუდი ამინდის გამო რა. რას ამბობენ, როდის განახდება ფრენები? ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით, ველოდებით ძარს. ომიდობის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული საავტომობილო გზებზეც. ფარავანი ნინოწმიდისა და ახალციხე ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. იგივე რეჟიმი მოქმედებს გომბორი, თელავი, ბაზიანის საავტომობილო გზაზეც, სადაც მთელი დღის განმავლობაში თოვდა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს თბილისშიც. დასუფთავების სამსახურმა ტექნიკური მარილის დაყრა დილიდან დაიწყო. ყინოსა და თოვს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ვარაუდობენ. ამ ეტაპზე გვაქვს შეზღუდვა ჯავახეთში, ნინოწმინდისკენ, იქ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ჯაჭვები არის მიზანშეწონილი და ასევე ხულოდან ოდერძის კურორტის მიმართულებით ასევე რეკომენდებულია ჯაჭვების გამოყენება. ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთ სხვა რეგიონში რაიმე შეზღუდვა დაწესებული არ არის.